რატომ საუბრობს ყველა დიზაინერი განათების მნიშვნელობაზე? რას ცვლის ერთი დამატებითი სანათი ან მიმართული სინათლის სხივი, როგორც ხედავთ აბსოლუტურად ყველაფერს და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ დღეს სტუდიო კასას შოურუმში. რატომ გახდა ასეთი პოპულარული ეს რელსური სისტემის განათება? როცა ვაკეთებთ ასეთ მაგნიტურ რელს, ნებისმიერ დროს ადამიანს შეუძლია რომ დაამატოს განათება. აი ამ მიმართულებით სასურველი განათება მიიღოს ნებისმიერ ზონაში. რა არის სწორედ დაგეგმილი განათება? ელემენტარული კედლის ფერით შეიძლება სხვანაირი გამოჩნდეს. ადამიანის ფსიქიკაზეც მოქმედებს განათება. ამ ფერზეც ვიტყოდი, ეს არის ყველაზე აქტუალური ფერი, წლევანდელი კი არა და 2-3 წელია საკმაოდ აქტუალურია და პირველად ვნახე, რომ ეს იყოს განათებაში. და ყველაზე ძალიან რაც აი ამ შემთხვევაში მომწონს, მომგვალება. ბევრს არ აქვს, ბევრ ბრენდს. შეგიძლია იატაკზე გააკეთო თუნდაც ხალიჩით ეს დეკორი და პარალელურად ჭერში ვითარდებოდეს იგივე. შეგიძლია თუ არა რომ მაგალითად მხოლოდ ამ განათებით გავიდეთ ფონს? კი. იმიტომ რომ არის ძირითადი დიდი განათება, წერტილოვანი განათებები, დაშვებული წერტილოვანი განათებები, რაც შეგვიძლია საძინებლებში, სულ წერტილებში გამოვიყენოთ. ეს რელსები შეგვიძლია კედელზე შევქნათ დეკორი და ესეც კიდევ დამატებითი წყარო არის ნათების და ასევე ძალიან ეფექტური არის. განათება საძინებელში, განათება მისაღებო თაღში, განათება სამზარეულოში. ყველას გვჭირდება კარგი განათება სარკესთან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაცა ესე ზემოდან დაშვებული ნათება, რომელიც ჭდილს დაგვაყენებს. პირდაპირ აი აქ შუაში ცენტრში. კი ბატონო. საძინებელში მთავარია დიდი დეკორატიული სანათი საწოლთან, 2 ან ტორშერი, ან ბრა, ან დაშვებული ბრა. ყოველთვის ვაკეთებთ LED განათებას გარდერობში. როცა გვაქვს პირობითად სასადილო მაგიდა, იქ ყოველთვის ძალიან ლამაზია და კარგ გარემოს ქმნის, ცოტა უფრო დაშვებული ნათება, ასევე ტელევიზორის ზონაში, ხო? ტელევიზორის თავზე ზუსტად არ იყოს ესეთი მიმართული ნათება. ძალიან პრაქტიკულია სამზარეულოში, კარადებში შიგნითო ჩავაყოლოთ LED განათება, კუნძულის თავზე დაშვებული სანათი და რა თქმა უნდა დაშორებები ამ სანათების, კარადის თვითონ ფრთა არ მოხდეს, შენ თავზე არ იყოს. შენ არ დაჭდილო პერი. რა თქმა უნდა. აი ესეც მომწონს ეს რაღაც მომგვალება რო კალისებრი რა. ხო, თქოს რაღაცა დაშვებული სხივი. აი ეს არის საძინებელში ლოგინთან ესეთი ლამაზეთ. ხო, ძალიან მიმართულ განათებას გაზეთ თვალში არ გირტყავს. ანუ სილამაზესთან ერთად ფუნქციურია, რაც მთავარია. რაც უნდა იყოს დიზაინი აუცილებელი. აუცილებელი. ამაზე ვთანხმდებით ყველა. კი.